არალეგიტიმური ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილი პირების წინააღმდეგ რეპრესიებს განაგრძობს. თავისუფალი აზრის გამოთქმისთვის დასჯილი რეჟიმის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთის მიყოლებით ათავისუფლებენ სამსახურიდან საჯარო მოხელეებს მიზეზი არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიდემოკრატიული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკა და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერა. ნინუცა კეკელია გვერდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში გისმენთ ნინუცა. Ნათია, ზუსტი სტატისტიკა ამ დროისთვის ცნობილი არ არის სპეციალური ორგანიზაციები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და ასევე პროფკავშირები აგროვებენ ცნობას თუ რამდენი საჯარო მოხელე გათავისუფლდა სულ რაც მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და ისინი გამოხატავენ პროტესტს. ვიცით ის რომ 28 თანამშრომელია ბათუმის მერიიდან გათავისუფლებული, 11-მდე თანამშრომელი თბილისის მერიიდან, ასევე რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს საჯარო რეესტრიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა საჯარო უწყებებიდან თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ სწორედ იმ პროტესტის გამო, რომელსაც გამოხატავენ ისინი ღიად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებებში არიან დასაქმებული თუ პეტიციებზე ხელმოწერით, თუ საპროტესტო აქციებზე დგომით, რომელიც გულისხმობს მოთხოვნას ახალი არჩევნებისა და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების შესახებ. ეს არის რეპრესიების კიდევ ერთი მეთოდი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ და როცა დაიწყო ეს პროტესტი, მაშინვე ითქვა მაგალითად ქალაქის მერიისგან, რომ რეორგანიზაცია აქვს თბილისის მერიაში გამოცხადებული, რაც პირდაპირ იმას ნიშნავდა, რომ ვინც კი გაბედავდა პროტესტს, ყველა მოხვდებოდა რეპრესირებულთა, ანუ გათავისუფლებულთა სიაში. რაც შეეხება საჯარო სამსახურების ეროვნულ ბიუროს, რომელმაც უნდა დაიცვას გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებები, აქამდე არ მოგვისმენია მათგან არც განცხადება და არც თანადგომა საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც დაითხოვეს სამსახურიდან, მხოლოდ ერთი წინადადებით ახსნა განმარტება მათ არ მიუღიათ, თუმცა ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მიზეზი არის რეჟიმის წინააღმდეგ გამოხატული ღია პროტესტი. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს ერთი წინადადებით ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე სრულდება. მათ ყოფინებენ, რომ 1 თებერვლიდან გათავისუფლებული ვარ. აქ ალბათ კითხვა რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება უკვე რიტორიკული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების მიხედვით მივიღე უმაღლესი შეფასება. ასევე 12 წლის განმავლობაში არ მქონია ერთი გადაცდომაც კი. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს. მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 31 დეკემბერს 20 საათსა და 27 წუთზე თურმე კანცელარიის პროგრამაში დამეწერა თანდართული შეტყობინება. ეს არის ნამდვილი საახალწლო საჩუქარი, რომელიც გუშინ ვნახე შემთხვევით და მთელი ცხოვრება მემახსოვრება. დიახ, 1 თებერვლიდან ვემშვიდობების საქმეს სამსახურს, რომელსაც ჩემი ცხოვრების 10 წელი მიუძღვენი. რატომ მიშვებენ? დიახ, სწორად მიხვდით. შეგნებულად არ დავწერ იმ ორ სიტყვას, რომელიც ასე მეზიზღება და უსამართლობის, უსუსურობის შეგრძნებას მიჩენს. გასული ერთი თვე იყო ჯოჯოხეთური და ბოლომდე მჯეროდა, რომ ჩემი სამსახური განსხვავებული იყო და არ გადამაყოლებდა ჩემი აზრის გულწრფელად გამოხატვას და იმ სამი თანამშრომლის დაცვის მცდელობას, რომლებსაც ხელშეკრულებები არ გაუგრძელდათ. 31 დეკემბერს სასწრაფოდ გააუქმეს ჩემი შტატი. ახალი კაბალური კანონის თანახმად, რადგან ამ დრომდე სამჯერ კონკურს გავლილი უვადო საჯარო მოხელე გახდით. 1 იანვარს საქმის წარმოების სისტემაში შემთხვევით შესული. მე და ჩემი ორი კოლეგა განრიდება მედიაციის დეპარტამენტის უფროსი მორის ბარამია და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი ნათია ალიაშვილი ვიგებთ, რომ სამსახურიდან გვათავისუფლებენ. თან კეთილიანება გამოიჩინეს და ერთი თვით ადრე შეგვატყობინეს. აქვე აღვნიშნავ, რომ 15 წლის მანძილზე არასოდეს არ მიმიღია არც საყვედური, არც გაფრთხილება. ორჯერ მაქვს მადლობის ჯილდო აღებული და ყოველთვის მოწინავე რიგებში ვიყავი სამუშაო ჯგუფებში, კონფერენციებსა თუ სხვადასხვა დელეგაციებთან შეხვედრის დროს. ჩვენს განთავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ. აუცილებლად ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის და არ გავჩერდებით იმ დრომდე, სანამ ჩვენი ქვეყანა თავის ევროპულ გესტს არ დაუბრუნდება.
ცხადია, ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლების რეპრესიები და საჩვენებელი დასჯა საჯარო მოხელეების, რომლებიც არიან პროტესტში ჩართულები, იმის საჩვენებლად, რომ ვინც კი გაბედავს ან საპროტესტო აქციაზე ყოფნას, ან პეტიციაზე ხელმოწერას, ან პროტესტის ღიად გამოხატვას, ყველა გათავისუფლდება სამსახურიდან. არ არსებობს ზუსტი მონაცემები, როგორც გითხარით საუბრის დასაწყისში, შესაბამისად არსებობს რამდენიმე პლატფორმა, სადაც იქნება გათავისუფლებული თანამშრომლების რეესტრი, ერთ-ერთი პროფკავშირი ასევე აგროვებს ამ მონაცემებს, ჯგუფ დაიტოვეში კი არის სპეციალური სტატუსი, რომლის ქვეშაც გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი ვინაობა და ასევე სამსახური, საიდანაც გათავისუფლდნენ და არსებობს ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს რეპრესიების გამო, პროტესტის გამო მოქალაქეების გათავისუფლების შემთხვევაში მათ სახელფასო ანაზღაურებას. ამ დროისთვის მონაცემები, როგორც გითხარით, ზუსტი ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით, რომ ასზე მეტი თანამშრომელი არის გათავისუფლებული სხვადასხვა საჯარო სამსახურიდან, სწორედ იმ პროტესტისთვის, რომელიც თვეზე მეტია მთელი საქართველოს მასშტაბით ისმის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და ახალი არჩევნების დანიშვნას და ასევე პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას გულისხმობს.